მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. მოდი თავიდანვე განვსაზღვროთ ფოკუსი, რათა საზოგადოებას და თქვენს მაყურებელს არ შეექმნას არასწორი წარმოდგენა. თითქოს ლელო რაღაცა ერთიანობის წინააღმდეგი არის, იმიტომ რომ ლელო ასევე შევახსენებ საზოგადოებას ყოველთვის იყო არათუ მომხრე, არამედ ავანგარდში ერთიანი ძალისხმევისა, ესე იყო 2024 წლის არჩევნების შემდეგაც სახალხო პარლამენტის პირობითი სახელით ინიციატივა ახსოვს საზოგადოებას მამუკა ხაზარაძის, ქართული ქარტიის ხელმომწერები ვიყავით, სალომე ზურაბიშვილის ფორმატი პრაქტიკულად ბოლოებმა დავტოვეთ, უკვე აღარ იყო იქ დარჩენილი, 4 ოქტომბრის არჩევნებშიც გსურდა რომ ერთიანი ძალებით შეგვეტია ივანიშვილისთვის, ეს ასე იყო, ასე რჩება. არაფერი ლელოს ხედვაში არ შეცვლილა, უბრალოდ ერთი რამ უნდა აღინიშნოს და კარგად კაფიოდ აიხსნას. ბრძოლას და ჩვენ სხვა სიტყვას ვერ მოვუძებნით ივანიშვილის წინააღმდეგობის, ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენს საქმიანობას. აქვს სხვადასხვა ეტაპები, სხვადასხვა მოცემულობები. და ვფიქრობთ, რომ ის მოცემულობა, რომელიც იყო 2024 წელს საარჩევნო ციკლში იყო სხვა, დღეს არის ეს სხვა. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც აზრი შევიცვალეთ. თვითონ ერთიანობა რას ნიშნავს, მე მგონი არაერთგვაროვნად უნდა იქნა აღქმული. მე არ მგონია, რომ საერთოდ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს თუ რა იგულისხმება ამაში. თუ აქ იგულისხმება რაღაცა ინსტიტუციური ერთობა და რაღაცა მით უმეტეს საერთო სია და ასე შემდეგ, რა დროს ეს არის? საერთო სია რა შუაში არ არის არჩევნები? მე ზუსტად ამას ვამბობ, იმიტომ რომ ასეც ითქვა, ასეც გაჟღერდა. მე როგორც გავიგე, ვთქვათ, იგივე საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე და იმედია რომ თქვენც უსმენთ ხო საზოგადოების დაკვეთას. ისინი ამბობენ რომ აი შიდა ველზეც ვთქვათ რაღაცა ერთიანი ძალები გააერთიანოთ, იმიტომ რომ ეს საპროტესტო მოძრაობა იქნება თუ ხალხის მობილიზაცია უფრო მეტად ამაშიც ერთიანი ძალებით იმოქმედოთ და ასევე გარე კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? საერთო პარტნიორებთანაც საერთოდ ძალა და გზავნილი უნდა გქონდეთ ოპოზიციურ პარტიებს, ვის ელაპარაკონ ეს ადამიანები თუ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური, ხო? აი ამ პრინციპებზე რატო ვერ ხერხდება შეთანხმება, ეს არის უბრალოდ ძალიან გასაკვირი. გასაკვირი იქნებოდა იმ შემთხვევაში ეს რომ ასე იყოს. ეს ასე არ არის სინამდვილეში. აქ იმაზე კი არ არის საუბარი რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით ჩვენ შინაარსობრივად. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, იმიტომ რომ სწორედ საზოგადოების დაკვეთას უნდა მოვუსმინოთ და ვუპასუხოთ. ჩვენი საზოგადოება რომ არის ძალიან ეკლექტური, ეს მე მგონი ნათელია ფაქტია. ერთი რამ რაც ყველას გვაერთიანებს არის ის რომ ივანიშვილმა გაავლო წითელი ხაზი, ერთ მხარეს დატოვა ის საზოგადოება და მისი უმეტესი ნაწილი, რომელიც მისი წინააღმდეგია, რომელიც არის დასავლური საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე და აქეთ მხარეს ვართ ჩვენ უმრავლესობაში. ოღონდ აი აქეთ მხარეს მყოფ უმრავლესობას სჭირდება სხვადასხვანაირი მიდგომა და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ ვიმყოფებით ჰიბრიდულ ომში. კი ბატონო. ამ რეჟიმს ზურგს უმაგრებს რუსეთი. და ჰიბრიდულ ომში საჭირო არის იმისთვის რომ ეფექტურები ვიყოთ ჰიბრიდული სტრატეგია. ჰიბრიდული სტრატეგია არ ნიშნავს ერთ სტრატეგიას, იმიტომ რომ აჩვენა წარსულმა გამოცდილებამაც რომ ერთიან სტრატეგიას, ერთიან პასუხს და რეაქციას უფრო მარტივად უძებნის ხოლმე ივანიშვილი. ხო, მაგრამ წარსულმა გამოცდილებამ პატიეთ ბატონო გიორგი, ისიც აჩვენა რომ ცალ-ცალკე არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, არც ერთ აქტორს არ აქვს იმის საკმარისი ძალა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შეცვალოს, ხო? ამაზე არავინ დაობს. საქმე იმაშია. როგორ წარმოგედგენიათ, როცა ყოველდღე რაღაცა გაუგონარ კანონებს იღებს, ეხა ეს ბოლო გადაწყვეტილებები ამ გრანტების კანონში შემავალი და კიდე ვინც არ აღიარებს, კიდე იმათაც ციხეში ჩავსვამო, ეს საერთოდ აი რა ზღვარზე არის უკვე მისული ბიძინა ივანიშვილი და ამდენი დრო ბოდიშის მოხდით, მაგრამ მე მგონი აღარ გრჩება პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეხა რაღაცა მოდი სწორი აქცენტი გავაკეთოთ. პარტიულ გაძლიერება საერთოდ არაფერ შუაში არ არის. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომელიც მიდის რეჟიმის დამარცხებამდე. რა თქმა უნდა,
ეს კანონმდებლობის ცვლილება აქ იმდენად წარმოუდგენელი მასშტაბი იკვეთება უკვე ავტოკრატიის და მისი კონსოლიდაციის. აქ ვინმეს რაიმე განსხვავებული აზრი აქვს, ან რაიმეს რომ ხელი მოვაწეროთ ჩვენ ყველამ ერთად ეს შეიცვლება? Რა თქმა უნდა არა. ჩვენ ვამბობთ რომ ის გზები, რომელიც არის გამოსაყენებელი და ყველა გზა საბოლოო ჯამში ერთ წერტილში გამოინასკვება, ერთ წერტილში შეერთდება, ეს არის რეჟიმის დამარცხება, ყველა უნდა ავითვისოთ და არ ვიაროთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზით. თორემ არც ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, არც ქიმიური მოწამვლის საკითხებთან დაკავშირებით, არც თუნდაც არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, მით უმეტეს კორუფციაზე არ ვსაუბრობ, არც ლეგიტიმაციის აღიარებაზე. აქ რაიმე ფუნდამენტური განსხვავება. ან რაზე უნდა შევირაში მდგომარეობს. მე პირიქით დავსვამდი შეკითხვას. რა შეცვლის აქ ჩვენი ხელმოწერა. ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ, როდის მე გამოვსულ ვართ, გულისხმობ ოპოზიციურ ფლანგზე, პროდასავლურ ეროვნულ ფლანგზე. მაშინაც კი, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო ძალიან სერიოზული დარტყმები, ჩვენ ამას არ ვპასუხობდით, ხო? თქვენ კარგად გახსოვთ, ჩვენ არც ეთიკის ნორმები დაგვირღვევია და ყოველთვის ვამბობთ, რომ ფოკუსი უნდა გავასწოროთ ივანიშვილზე. ახლაც ეს ასეა. ოღონდ თუ ჩვენი საზოგადოება არის მიმართული ერთი მიზნისკენ, ოღონდ მას განსხვავებული მიდგომები სჭირდება, ჩვენ ვართ ის ძალა, ლელო ძლიერი საქართველო, რომელიც იმ ნაწილს საზოგადოებისას, რომელიც რაღაცას ხედავს არა ხელმოწერაში და ერთიან სურათში, არამედ იმაში, რომ ცოტა სხვა მიმართულებით ვემუშაოთ მათ. ამჟამად აუცილებლად გამოვიყენოთ. ან ჩვენ წინააღმდეგობასაც ძალიან აქტიურად ხართ ჩართული და სულ ხედავთ ხოლმე, ხო, იმ საპროტესტო აქციებზე და შესაბამისად იქ მყოფი ადამიანების განწყობებით დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ და ძალიან კარგად იცით. აბსოლუტურად გეთანხმებით. როდესაც ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის აი ეს დიქტატურის გაფორმება შეწყდეს და რაც შეიძლება მალე დასრულდეს, აი ეს ყველაფერი, ის ჯოჯოხეთი რაც ტრიალებს საქართველოში, ხო? ხომ ეს არის მთავარი დაკვეთა და აია განსხვავებული გზები, რაში მდგომარეობს? განსხვავებული გზები არა, განსხვავებული გზებით, რომელიც ერთ წერტილში მიდის, მაგრამ განსხვავებული მიდგომები საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, სხვადასხვა სეგმენტთან, რომელიც ისე აქტიური არ არის, როგორც რუსთაველზე მდგომი საზოგადოება, რომელსაც მეც მივეკუთვნები, ხო? მეც იქაურობის წევრი ვარ და იმ გზას ვირჩევ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველა ადამიანს თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ხო? ყველა ადამიანის არჩევანი არის და ბევრ ობიექტურ მიზეზზეც არის დამოკიდებული. პარტია ან აქტორი ხომ არ გაკომპლექსებთ იმ? არავითარ შემთხვევაში. ეს რომ ლელოს არასდროს არ აკომპლექსდებდა, გამოჩნდა მაშინაც, როდესაც გახარიასთან გქონდა ჩვენ შეთანხმება და ყველას ახსოვს ღაზარაძე ჯაფარიძის და გახარიას წინარე ისტორია ალეკო ელისაშვილთან შეთანხმების საკითხი ასევე ახსოვს საზოგადოებას 2021 წელს მე თქვენ შეგახსენებთ, როდესაც დადგა მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნიკა მელია, როდესაც იყო მეორე ტურში, იქაც ვიყავით ჩვენ ამის მონაწილე და ეს ყოველთვის ასე მოხდება, როდესაც საკითხი ეხება კონკრეტულ მოცემულობაში სწორ და ეფექტურ პასუხს იმ გამოწვევისა. ასე იქნება მომავალ ოღონდ ჩვენ უნდა გვესმოდეთ, რომ მათემატიკური ერთობა არ არის გამოსავალი. ქართულ ოცნებას ხომ ყოველთვის სურდა თავისი პროპაგანდით ყველა ერთქვაფში მოეხარშა კოლექტიური ნაცები, deep state, ომის პარტია, გლობალური ომის პარტია, მათი პატრონები ზემოთ, გარეთ და მათ დაკვეთებს ასრულებენ. ასეთი გაშავების კამპანია სურდა და ახლაც ჩვენ ვხედავთ, ხო, პარტიების აკრძალვის პროცესი აქვთ წამოწყებული, სადაც ძირითადი პოლიტიკური პარტიები ყველანი ვართ ერთად, სრულიად სამართლებრივად აბსურდული საფუძვლებით, საფუძველსაც ვერ ვიტოვებთ და აგერ 10 თებერვალს ვნახეთ, ხო, უნდათ დაენახვებინათ საზოგადოებისთვის ერთიანი სურათი, სადაც ყველა პოლიტიკური ლიდერი არის განსაჯელთა სკამზე. ეს თუ სურს ივანიშვილს, რატომ უნდა ჩვენ ასევე თუ გამოცნობილი გვაქვს მისი ზრახვა, რატომ უნდა შევუწყოთ ხელი? განა პრობლემა გვაქვს ვიღაცასთან კონსულტაციები გქონდა, ახლაც გვაქვს. ხვალაც გვექნება. ამით გაკომპლექსებთ, ბატონო. კი არ გვაკომპლექსებს, ის გვებრძვის. არა, კიდევ ერთხელ ვახსენე. ივანიშვილს რისიც ეშინია, გაერთიანების ეშინია ოპოზიციური ძალების, აი ამ ლიდერების. არა მათემატიკური გაერთიანება, არამედ ძალისხმევის ერთი ვექტორით მიმართვა არის გასაღები, თორე კიდევ ერთხელ
21 წლის არჩევნები შეგახსენეთ, სადაც ის სურათი დასახატი იყო და დაიხატა. ჩვენ ამისი მონაწილეები ვიყავით. ამისი კომპლექსი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ახლა ვფიქრობთ, რომ არის სხვა ვითარება, სხვა გამოწვევები და ჩვენი ყველა ძალისხმევა ავითვისოთ და საბოლოო ჯამში გაერთიანდეს უნდა ერთ წერტილში, რომელიც გულისხმობს რეჟიმის დამარცხებას. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა და არა მექანიკური დაჯგუფება, რაღაცის ხელის მოწერა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავისთან არც პერსონალურად გვაქვს პრობლემა. გქონია კონსულტაციები, მომავალშიც გვექნება, როდესაც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები ამას მოითხოვს. კარგი, და ბოლოს მაშინ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა როგორ წარმოგიდგენიათ? თქვენ იცით მათი განწყობები, ვიცით ჩვენ ყველამ, რომ რაღაც ალტერნატიული ძალა უნდა არსებობდეს, დემოკრატიული ძალების გაერთიანება, ოპოზიციური პარტიების სახით, რომელმაც რეალურად მოიგო 2024 წლის არჩევნები იმისთვის, რომ არალეგიტიმურად ცნობილი ქართული ოცნების ნაცვლად ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და დემოკრატიულ მომავალზე ვიღაცას ესაუბრებოდეს ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ახელს არ უშლის, არანაირად ხელს არ უშლის ჩვენი გზავნილები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან არც ერთ შემთხვევაში არც უნდა იყოს წინააღმდეგობრივი და არც ყოფილა აქამდე. ჩვენ ამისი ძალიან კარგი მაგალითი გვიჩვენებია და მე ყველა პოლიტიკურ პარტიას ახლა თქვენი ეთერით მივცემ იმის კრედიტს, ასე ვთქვათ, და შეიძლება არ არის თლად გამართული ქართული სიტყვა, მაგრამ ასე აღიქმება, ხო, ყველას დამსახურებაა, რომ დღეს სტატუს კვო ივანიშვილის რეჟიმს აქვს არალეგიტიმურად აღიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ეს ხაზი აუცილებლად გაგრძელდება, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით. ჩვენ ყველა ბრძოლის მეთოდს გამოვიყენებთ. სასამართლო იქნება ეს თუ რაიმე სხვა სამართლებრივი, იმიტომ რომ მათგან განსხვავებით ჩვენ არ დაგვიყენებია თავი კონსტიტუციის და კონსტიტუციური სივრცის მიღმა. მათ დააყენეს, მათ მიიტაცეს არჩევნებიც, ძალაუფლებაც, უზურპირება მოახდინეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და ჩვენ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში, ფარგლებში, მათ შორის არის ქუჩის მშვიდობიანი აქციები და პროტესტი. ასე რომ ჩვენ არანაირი წინააღმდეგობები არ გვაქვს, უბრალოდ გვინდა ყველა მიდგომა, ყველა გზა ავითვისოთ, რათა საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ერთობლივი ძალისხმევით რეჟიმი.